უკრაინის 92 მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შელაპარაკებას ეხმაურებიან. ერთ-ერთი სამხედრო ამბობს, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა არც კი იცის რა ხდება ადგილზე. სწორედ ამის გამო წარმოიშობა ხოლმე კონფლიქტები და ის მოვლენები, რომლებიც თეთრ სახლში განვითარდა. Кожен має займатися своєю справою. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. ჩემი საქმეა მტრის განადგურება ჩემს ბიჭებთან ერთად. პოლიტიკოსების საქმეა ვიზიტები და მოლაპარაკება, რათა გქონდეს ის, რაც გვჭირდება მტრის გასანადგურებლად. მე მხარს ვუჭერ ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს. ბევრმა პოლიტიკოსმა არც კი იცის, რა ხდება აქ. სწორედ ესაა კონფლიქტის მიზეზი. Багато політиків американських навіть ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის კამათის გამო ბევრისთვის მომავალი გაურკვეველია. თეთრ სახლში ვიზიტის მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას. მას იმედი აქვს, რომ მათ შორის მტკიცე ურთიერთობა აღდგება. Але ми точно знаємо, що Сполучені Штати, виступали. ამერიკელთა გადმოსახედიდან შესაძლოა ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ უსაფრთხოების გარანტორი შეერთებული შტატები იყო. ახლა კი, როდესაც ისინი უკან იხევენ, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა მოხდარიყო ეს. ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მათი მხარდაჭერის გარეშე რთული კი არა, წარმოუდგენლად რთული იქნება. Не то, що важко, а зовсім важко. თეთრ სახლში მომხდარი კონფლიქტის მიუხედავად უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც იქნება უკრაინის მტკიცე და სანდო პარტნიორი და დაეხმარება მას რუსეთის მიერ წამოწყებული კონფლიქტის მოგვარებასა და დასრულებაში. З обох сторін важливо так само і для них, як і для нас. მე მჯერა რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგან ეს მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ თუ ეს აგრესია უკრაინაში არ შეჩერდება, აგრესორი უკვე ევროპის საზღვრებს მიადგება. ვფიქრობ, რომ ევროპა შემდეგ ინანებს, რომ არ დაგვეხმარა. Нам не допомагали. Тому що потрібно було зупинити тут. ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ უქმეებზე ლონდონში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ სამიტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.